მომავალში არის მართალი. სხვამაც იმოქმედა ახლა თქო სისტემა. მაგი აშკელონი რატო არ ხდება სხვა ეკანა, მაგრამ სახელმა აქაც ყველა იცხოვრეს ამ ქუჩის პირას, თუ არა კიდევ აღარ ხორავიდოდა ხალხი. კი კაცო აქ მაგარი ეს ახალი პოლიცია პირობა სამიდაბნელმა ხალხმა წამოდი წამოდი ელე გაივიწოლა კიდე გაივიწოლა მაგას მოწმოდა სულ ხმერ ასე პატარა ხტებოდი ბოლო წლებში გამარჯობა მეგობრებო, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ სოფელ ლაილაში, მრავალეთნიკური და ეთნოკულტურული რელიგიური თვისებებით გამორჩეულ მართლაც უნიკალურ სოფელში, სადაც საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები, სომხები და ბერძნები. შესაბამისად, აქ იყო 4 უბანი. ისინი ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ მეგობრულად, ძმურად, არ ყოფილა არანაირი უთანხმოება, იყო ძლიერი ურთიერთკავშირი. სოფელში გვაქვს ერთი სინაგოგა მე-19 საუკუნის, ასევე სომხური ეკლესია აქვე ისიც მე-19 საუკუნის და მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის მე-19 საუკუნის ოდნავ მოშორებით სოფლის ცენტრისგან. დღეს სოფელში ცხოვრობს რამდენიმე ეთნიკურად სომეხი ოჯახი, სამწუხაროდ ებრაული ეთნოსის წარმომადგენლები დღეს საქართველოში არ ცხოვრობენ, ლაილაში არ ცხოვრობენ. გრძელდება სოფლის ისტორია გასულ წელს, მაგალითად პირველად აღინიშნა სოფლის დღესასწაული ლაილაშობა, სადაც ჰქონდა პატივი და ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა და გაცოცხლდა სოფლის ლამაზი წარსული, ასე რომ ვთქვათ. წელსაც ჩატარდება და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ვეპატიჟებით ამ ლამაზ სოფელში, მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ მხარეში, რაჭა-ლეჩხუმში. მადლობა. იაკობ სეფიაშვილმა ისეთი მართლა შთამომავლობა ჩამოაყალიბა, ყველა ქუთაისში ხო, ექიმები და ნასწავლი და გულნარა და ყველა ვინ არ იგი რა, მაგათი შთამომავლობა ასეთი მართლა განათლებული ხალხი იყვენ რა. ესა იარმაკა, აკიპო იარმაკა, აკაკი საქშე. აჰა. ეს ლაილაშობა არ ტარდება. ლაილაში სასოფლო ბიბლიოთეკა გადავიხსენოთ კარგად.
სახლი აქით როა გაკრასკული ლურჯად ის იქით თუ რამხარე მერე მოაშენეს აქით თუ რამხარი არის ებრაელების ნამყოფი სახლი აქით თუ აჰა სეფიაშვილების ხორობი რა სახელად რა არის ბოდიში რა იმას რა როგორ გიგაგრება საფი შემოდი სოფელი დეხვერის საჯარო სკოლის პედაგოგები. აჰა. ესენი არიან პედაგოგები. ქართული ენის პედაგოგი, ბუნებისმეტყველების და ეს ჩვენი მოსწავლეა. ხო. ხო და აი ჩვენ ეხლა ის მეგობრობა, რაც საუკუნეების განმავლობაში ებრაელებს, ქართველებს სომხები და ბერძნები ცხოვრობდნენო კიდე აქ. და აი ეს მეგობრობა გაგრძელებული იყოს მაგ პროექტზე ვართ ახლა ჩვენც ამოსული და სულ კარგად ყოფილიყოთ ერთად. ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი და წინსვლა ყოფილიყოს და ქართველ ებრაელებს გაგიმარჯოთ ღმერთმა, სადაც არ უნდა იყოთ და სადაც არ უნდა წავიდეთ. خدمت والبی دعوتی ورت والب سوات سه کالا و گنات والبی دعوتی ورت والب سوات سه کالا و گنات والبی